მოგესალმებით, მეგობრებო. 12 ოქტომბერს მაქვს ჯგუფური ტრენინგი სატურნის დამუშავებაზე. რთული პერიოდის დამუშავებაზე. სატურნის სადესაც ვეძახით ესე და სატურნის დაბრუნებაც არის. ასევე არის, როცა რუკაში ყავს სატურნი ძალიან ჩართული, აქტიური და მაგალითად, როცა ადამიანი დაიბადა სატურნი მთვარის, სატურნი მზის ასპექტზე, ეს უკვე მთელი ცხოვრება მოქმედებს და მათაც აქვთ ხოლმე ზოგადად ცხოვრება სატურნული, ესე რომ ვთქვათ, ხო? და ვისაც აინტერესებს, ვინც ერკვევებით ასტროლოგიაში, მაგალითად და იცით, რომ სატურნის ენერგია გაქვთ ცოტა ნეგატიურად, ან პრობლემურად, ან ახლა გაქვთ სატურნის დაბრუნება 28-31 წლის შუალედში არის ხოლმე სატურნის დაბრუნება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წლები არის ჩვენ ცხოვრებაში. სატურნი ჩვენთან ასტროლოგიაში კარმის სიგნიფიკატორი არის, ზოგადად ვალებს ვეძახით, კარმულ ვალებს. არის ამავე დროს მიწის ენერგია, რამდენად რეალობასთან ჩვენ კონტაქტზე ვართ, რამდენად ვიცით თვითგადარჩენა როგორ ხდება, როგორც ფსიქოემოციურ დონეზე, ისე გონებრივ ინტელექტუალურ დონეზე, რამდენად ვართ მაგალითად მატერიაში მოქნილები, რამდენად შეგვიძლია კრიზისებს გავუმკლავდეთ, ხო? რამდენად შეგვიძლია პრობლემებს შევხედოთ პრაქტიკულად და მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები. ეს ერთად სატურნის ენერგია არის ხოლმე, მეგობრებო, და როდესაც დგება სატურნის პერიოდები, ზუსტად ამაში გვამოწმებს. სატურნი რამდენად ვართ ამ ცხოვრებისთვის მზად, რამდენად შეგვიძლია რეალობა, მატერია დავინახოთ ისეთი, როგორიც არის და არა როგორც ჩვენ წარმოდგენებში იყო. რამდენად შეგვიძლია ჩვენ თავში ვიყოთ ობიექტურები და არა წვენა წარმოდგენებით, მაგალითად ილუზორული ეგოთი. ამ ყველაფერს ანგრევს ხოლმე სატურნის პერიოდი. თუ რამე ილუზორული გქონდა, თუ რამე სუპერ ეგოები გქონდა ისე, რომ გვეგონა, რომ აი აქ ახლა ძალიან მაგრები ვარ და როგორც კრიზისი შეიქმნება, ეგრევე პრობლემები გვექნება. ამ ყველაფრის გამოცდა არის ხოლმე სადესაწის პერიოდში, როცა მთვარესთან სატურნი მიდის, ეს ვინც ერკვევით ახლა ასტროლოგიაში, სადესაწის პერიოდი აქვს, ვისაც მთვარე ყავს მაგალითად თევზებში, მთვარე ყავს, ვერცხლში და კუროში, რა თქმა უნდა. ეს პერიოდი გააჩნია გრადუსებს, ახლა კუროს თუ ბოლო გრადუსებს ეყავთ, ეწყებათ უკვე მათ. თევზები შუა ფაზაში არიან, ვერძებიც, ახლა რეტროგრადულია უკვე სატურნი და გადმოვა უკვე მალე თევზებში კარგად. ახლა გადმოსულია, მაგრამ უკვე კარგად გადმოვა. და ცოტა ხანი ზოგადად ვერძებისთვის პიკი არ არის. ესე რომ ვთქვათ, ხო? აი, ვისაც პირველ გრადუსებზე ყავს მთვარე ვერძში, მათ უკვე პიკი იქნება თებერვლიდან, ისევ დაიწყებს სატურნი ვერძში შესვლას, ხო? და პიკი ეს უკვე ესეთი მნიშვნელოვანი პერიოდი არის. თუმცა თავიდანვე იწყებს სატურნი მუშაობას. ზოგს აქვს ძალიან ნეიტრალურად და კარგი პერიოდი და მანდაც გააჩნია ასპექტებს, როგორი არის, თუმცა მაინც პატარ-პატარა სატურნული ისტორიები აქვს ხოლმე. მაგრამ ზოგს აქვს სერიოზული კრიზისები ცხოვრებაში, ვერ ხვდებიან რატომ მაგალითად, ხო, ახლა ჩემთან პირად რუკებზე ძირითადად მოდიან, აი 70% მოდის სატურნის პერიოდში. და უკვე რო ეძებენ სხვადასხვა პასუხებს რა ხდება მათ ცხოვრებაში და აი მაშინ ვალაგებთ ხოლმე უკვე ყველაფერს, ვალაგებთ იმ კუთხით, რომ როგორც წესი ამ პერიოდში ირკვევა ადამიანი არ მიდის თავის განვითარების გზით, შესაძლებელია ყველაფერი არ იყო რეალობასთან მორგებული მაგალითად და როდესაც ეს გაცნობიერებები ხდება, უფრო მარტივი არის მე ამ პერიოდის გავლა და გადალახვა. მოდიან ხოლმე სადესაც პერიოდში, როცა ფსიქოთერაპიაზე იარეს და თერაპევტი თხოვს, რომ აი შენ უნდა გახვიდე ხალხში და ახალი რაღაცები დაიწყო და ამ დროს სატურნის პერიოდი არ არის აქტიურობისთვის, არის სრული პასიურობისთვის, დამშვიდებისთვის, მარტოყოფნისთვის გათვლილი, ხო, იქაც გააჩნიათ ამ პირად რუკაში რა ხდება და იმის მიხედვით კიდევ უფრო ვხედავთ ხოლმე რამდენად არის ეს აქტიური. და აი ეს ძალიან გვეხმარება, რომ ფსიქოთერაპევტი თუ იქით ისეთ რაღაცებს გეუბნება, რაც რისიც უბრალოდ თავი არ გაქვს და მოდიან მე ჩემთან და აი ესე რომ ვალაგებთ. აღარ აძალებენ თავს ენერგიას ედმეტად აღარ კარგავენ და ზუსტად მიდის ენერგია იქ, სადაც საჭირო არის. ეს არის სატურნის თემა, რომ ჩვენ არ გვაქვს იმ პერიოდში ის ენერგია, რომ რაღაც სისულელებზე ან არასაჭიროზე დავხარჯოთ. აი აქ კონსულტაციები იქნება თუ ჯგუფური ტრენინგები ძალიან გვეხმარება და ამ ჯგუფურ ტრენინგზე ჩვენ ყველაზე მთავარი ჩემი საავტორო ტრენინგები არის მე მაგალითად
ყველაზე ეფექტურად მივიჩნევ ჯგუფურ ტრენინგებს განსაკუთრებით ესეთ ფაზებში, იმიტომ რომ ჩვენ უფრო ხვდებით, როცა 5-6 კაცი არის ჯგუფში და ისინი თავის ტრამვებზე ყვებიან, მაგალითად, ყვებიან არა მარტო პირადი რუკით, მე ვიცი რა კითხვები უნდა დავსვა, სად უნდა შევეხო ადამიანს არაცნობიერს, სად იყო, სად უნდა წავიდეს და აი იქ მიდის თერაპიული პროცესი. სხვაებიც რო უსმენთ, იმათანაც ავტომატურად თერაპია მიმდინარეობს, ხო, მათში აი ეს მოსმენა აბსოლუტურად რთავს თერაპიაში ამ ხალხს და იქ უბრალოდ მოსმენა არ ხდება, ხო? ამიტომ ბევრი რაღაცის გაცნობიერება ხდება, ხა მეც მქონია ჯგუფური თერაპიები პირადად მე მაგალითად და საერთოდ ხმა არ მომიღია ახლა ჩვენ გეშტალტზე ინტენსიური თერაპიები გქონდა ხოლმე დილიდან საღამომდე ხმა არ მომიღია, მაგრამ შეიძლება გაცილებით მეტი თერაპია გამევლო მე მომენტში ვიდრე თვითონ მონაწილეები, ვინც აქტიურად იყვნენ ჩართულები თერაპიაში, ხო? და აი ეს პროცესი მე ერთმანეთში რო არის, აი ეს გაცვლა ენერგიის, ერთმანეთში რო არის, რო ხვდებით რომ მარტო არა ვართ და როგორ მუშაობს თურმე ეს სისტემა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან თერაპიული. და რამდენიმე წელია უკვე ამ ჯგუფურ ტრენინგებს ვატარებ ხოლმე. ჩემთვისაც თერაპიული არის ეს, იმიტომ რომ მეც ვეხები ამ ველს, ხო, და ისეთი საინტერესო, ისეთი ჯადოსნური არის ხოლმე ეს თერაპიული პროცესი, რომ თან განსაკუთრებით ხო ვიცი ეს სატურნის პერიოდი რა არის. მე გამოვლილი მაქვს დაახლოებით 12 წლის წინ ეს სადესაწის პერიოდი. ესე იგი დამემთავრდა თუ არა სატურნის დაბრუნება 2-3 წელიწადში დამწყო სადესაწი და ეს იმდენად რთული იყო ჩემთვის, ოღონდ კაცშვილი არ იყო ეთქვათ რა ხდებოდა. დავდიოდი თერაპიებზე, ივაზე, ამაზე და არავინ არ იცოდა ეს რა იყო და მაქედან გამომდინარე მე რომ დავიწყე ამ ასტროლოგიაში უკვე ამ პერიოდის შესწავლა, მე უკვე მივხვდი ხალხს რამდენად თურმე ხმარება, მე თუ მთელი 7 წელნახევარი პერიოდი დამჭირდა გავლა და მე დამარცხებების მიღება ამ ყველაფერში. ბევრი არის უკვე ამ სადესაწის პერიოდში უკვე ხვდება, ზოგი ემზადება და უკვე იციან რა ილით და ამ პერიოდს ისე გადიან მე რომ აღარ არის საჭირო შეჯახებები, ტრამვები, ხო? და აი პირადი მოტივაციაც მაქვს ამ ტრენინგების, რომ თითქოს მე რაც რთულად გავიარე ან გარემოში, როცა უყურებ კლიენტებთან, მათაც როგორ რთულად გაიარეს, ხო, არის ვარიანტი, რომ გაცნობიერებებით, გაცილებით პროდუქტიული იყოს ეს სატურნის პერიოდი, ვისაც უბრალოდ ცხოვრებაში აქვს ეს სატურნი აქტიური, მათთვისაც ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ის პროცესი განცდა აქვთ, რომ სულ აქვთ მათ ცხოვრებაში. და ამიტომ მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ეს ტრენინგი, ვისაც გაქვთ სურვილი, იმიტომ რომ ცოტა ადგილი დარჩა, ძალიან უკვე შეივსო თითქმის ჯგუფი და ვისაც გეკნებათ სურვილი, შეგიძლიათ მომწეროთ, ჩაეწეროთ ამ ჯგუფურ ტრენინგზე. ეს იქნება დაახლოებით, იცით, როგორ მუშაობს ეს ჯგუფური ტრენინგები ზოგადად. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ ძალიან ცოტა ხალხიც არ იყოს და ბევრი ხალხიც არ იყოს, იმიტომ რომ გველი უნდა შეიკრას. მნიშვნელოვანი არის, რომ პირადი რუკებით გავდივართ მონაცემები, მჭირდება დაბადების და იქ მთელ კარმულ ასპექტებს ხედავ და სატურნს უყურებ განსაკუთრებით, როგორ არის მთლიანად რუკაში ჩართული. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის და მე გავდივართ უბრალოდ ჯგუფურ თერაპიას და ესეც ვიდეოში იწერება, მე ითვისდება დახურულ ჯგუფში და მე აქვთ საშუალება უყურონ ამ ვიდეოს. დაუბრუნდნენ და კიდე პლუს გაცნობიერება და თერაპია მაშინ იწყება ხოლმე. ხო, კიდე უფრო სხვა მომენტებს ვაცნობიერებთ შემდგომ მოსმენაში და იმედია რომ თქვენი ინტერესი იქნება, დამიკავშირდით და წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, ვისაც ეს პერიოდი გაქვთ არ მოხვალთ ტრენინგზე, მაგრამ გაქვთ, მაქვს ამ ვიდეო YouTube-ზე ამ პერიოდზე, მაგალითად შეგიძლიათ მოусმინოთ, კიდე უფრო გაცნობიეროთ ეს პერიოდი და ვისაც გინდათ უკვე პირადი რუკებით და უკვე თერაპიულ პროცესში ჩაერთოთ, შეგიძლიათ მომწეროთ და დროებით.